მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა საზოგადოებას მხარდაჭერას თხოვს. ოცნების გენერალურ პროკურატურასთან აქცია გაიმართა. მასწავლებლის დედა სათანადო გამოძიებას და დანაშაულში ყველა მონაწილის დასჯას მოითხოვს. ოჯახის თქმით ეს იყო ჯგუფური მკვლელობა და არა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება. ეკა კუპატაძის მოთხოვნას უპასუხა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. მისი თქმით სამართლებრივი კვალიფიკაციის განსაზღვრა იმ მოცემულობით მოხდა, რის საშუალებასაც მათ მოპოვებული მტკიცებულებები აძლევდა. პარალელურად მოკლული მასწავლებლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული ორი პირის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, რადგან დაკავებულები არასრულწლოვნები არიან. დღევანდელ სხდომაზე მხარეების შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. გიგა ავალიანი 25 ოქტომბერს საავადმყოფოში თავში მიყენებული მძიმე დაზიანებით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სასტიკად სცემეს. მე ვთქვი რამდენჯერმე და ვინაობ კიდევ ერთხელ. არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ არის უბრალო. მაგრამ ვციტირებ პროკურორ ლუკა გამკრელიძის სიტყვებს. უბრალო საქმე იყო, რომ არ გეკვირათო. ვინაობ არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ არის უბრალო. მაგრამ რადგან ასე მოიხსენია ალბათობა ლუკა გამკრელიძემ, დიახ, გიგა ავალიანის სიცოცხლე არ იყო უბრალო და მე ამასაც უბრალოდ არ დავასრულებ. ვიყავით წასული დაგვიბარა ქალაქის მთავარმა პროკურორმა, შეხვედრაზე არ შეგვიშვა, ტელეფონებს იტოვებდნენ, ვერ ვენდობით და ტელეფონები ვერ დავუტოვეთ. უთხარით რომ გამორთულ მდგომარეობაში გვექნებოდა გვერდზე დადებული. მაგრამ არ მიგვიღეს. შემდეგ გამოგვიგზავნა თავისი ასისტენტი, ქუჩაშიც დაგვეწია და გვზეა დადო ქალბატონმა ეკამენს. აი უნდობლობა იქვე მისაღებშივე დაადასტურეს. ვერ ვენდობით. არასამდოდ იქცევიან და მაგრამ ზარავს ეს უბედურება და განადგურებს. როგორ შეიძლება რომ ბავშვები შეიკრიბოს და ადამიანის განადგურება დაგეგმონ? ეს ხო უბედურებაა ხალხო. ამაზე დიდი უბედურება საქართველოში რა უნდა მოხდეს? პროკურატურა საქართველოს თხოვს პასუხს, ხელისუფლება საქართველოს თხოვს პასუხს და არა გიგა ავალიანის ერთი ოჯახი. ამ ქალბატონს ემალებიან, იმიტომ რომ დასამალად აქვს საქმე. იმიტომ რომ სიცხლის სამართლის საქმის მასალები სავარაუდოდ გააყალბეს. რაც სიცხლის სამართლის საქმეში სიყალბეა. არ უნდა ვთქვა ჩვენ ამის შესახებ. მე მახსენდება სწორედ აქ ჩემმა კოლეგამ ბატონო ზაზამ ისაუბრა გირგულიანის საქმეზე. აქაც მახსენდება და პარალელების გავლება შეიძლება იმით, რომ ფაქტიურად გარკვეული სუბიექტური ინტერესიდან გამომდინარე და ნების არარსებობიდან გამომდინარე შეთანხმებულია თითქოს საგამოძიებო სისტემა, რომ საქმეზე არ დადგინდეს ჭეშმარიტება და არ აღდგეს სამართლიანობა. ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების პრინციპის ნაწილში, როგორც ესეთი განგრძობადი დარღვევა, ჩვენ მიმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, თუ აქ ეროვნულ დონეზე არან ვერ მოხდა დარღვეული უფლების აღდგენა.